მოგესალმებით ჩემო ზირფასებო, ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ ჩვენ რა ცვლილებები შემოდის თქვენ ცხოვრებაში და ვნახოთ ახლა ისეთი ცვლილებები, რომელიც არის აი ძალიან მძლავრი. აი რაღაც რატომღაც აი ეგეთი მოვიდა ენერგია დღეს ჩემთან და ვნახოთ ყובה რაღაცა ჩქარობს, მაგრამ თავიდან რა თქმა უნდა ვნახოთ თქვენ რა ენერგიაში ხართ ეხლა. ეხლა რა ხდება, იქნება ის თვითონაც უნდა გრძნობდეთ პრინციპში რა ხდება, ხო? ნუ ნახოთ, კაროს გითხოთ ჩვენ. აბა ვნახოთ ჩემო ლამაზებო, რა ენერგიებში მყავხართ თქვენ დღეს. так. ну, რო გითხრათ ჯერჯერობით, როგორ ენერგია შეეთყობა, იმიტომაც რაღაცა თალღა უნდა შემოვიდეს, რომ ცოტა პენტაკლების ენერგიებში და თასების ენერგიაში როცა არის ადამიანი, ესე იგი მაგას სჭირდება რაღაც ესეთი ბიძგი, რომ გამოაფხიზლოს, ასე რომ ვთქვათ და აქ უშუალოდ გვაჩვენებენ, რომ პრინციპში შეიძლება თქვენ აქ რადგან უფრო პენტაკლები არის, შეიძლება ვიღაცას ფიქრობს, ну ეხლა დაუშვოთ რაღაც თავის შემოსავლებზე, იმაზე რომ თქვათ ეხლა ну ფინანსებს რო შევეხოთ, ხო? იმიტომ რომ მაინც უფრო პენტაკლები ეჭარბობს, ანუ ესე იგი რაღაცა ცხოვრებაზე, მიწერ დონეზე, ასე რომ თქვათ, ფიქრობთ, უფრო თქვათ რა, როგორ შევინახო ფული, როგორ შევინარჩუნო, როგორ თქვათ, გავანაწილო. შეიძლება ელოდებით რამის შანსებს. და ელოდებით, აი დაუშვოთ, ну ვინც მუშაობს, თქვათ, კლიენტებთან, ელოდება კლიენტებს, ხო? ვინც თქვათ, სამსახურს დაუშვათ, ეხლა შეიძლება ეძებთ და რომ აი ისეთი სამსახური მინდა რომ ყველაფერი თქვათ ეხლა მქონდეს, მყოფნიდეს რა. შეიძლება ფიქრობ ზოგი რომ თქვათ სადმე ჩადება, მინდა ფინანსების დაუშვოთ, შეიძლება ვიღაცა სახლს ფიქრობს დაუშვოთ, ხო? აქ ნახეთ როგორი ლამაზი სახლია, შეიძლება ფიქრობთ რომ აი ეხლა მოვაგროვებ ფულს და მე აუცილებლად მე შევიძენ ისეთ ბინას როგორიც მე მინდა. ზოგი არ გამოვრიცხავ, შეიძლება მანქანის შეძენაზეც ფიქრობთ, ან შვილისთვის აგროვებთ, რომ შვილს უყიდოთ დაუშვოთ მანქანა. აქ ამასაც აი თქვა ძალიან ისე რომ თქვა ჩავედით ჩვენ მიწერ დონეზე, ხო? ესეთი აზრები. რა თქმა უნდა, ზოგი ელოდება თავის შეიძლება პრინცს, ხო, რაინც ელოდება იმისთვის რომ თქვა, ну, ან დაუშვოთ კიდე შეიძლება ვიღაცამ გაიცნო ვიღაცა და ფიქრობთ რომ აი რა გავაკეთო, რომ აი მინდა რომ ეს ურთიერთობა ჩვენი დაუშვოთ შენარჩუნდეს. აქ ჯერ გრძნობები ისეთები არა, მაგრამ მოწონება უკვე არის და ფიქრობთ რომ მინდა მივცემდე ამას შანსს რომ ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს, თქვათ, ხო? ну უფრო კიდე ფიქრობთ, აი თქვათ, ფულის ნაკადზეც კი ფიქრობთ რა. ან შენახვაზე დაუშვოთ რაღაც, აი ეგეთ ენერგიებში ხართ. კიდე აქ რა შეგვიძლია ვთქვათ? ну აქ ნახეთ, კი პაჟები, ну როგორც სიყვარულზე პრინციპში ვახსენე და ეგეც იგივე რაც გვითხრეს რა. იგივე რაც გვითხრეს ჩვენ. კარგით, მოდით ახლა თუ გაიგეთ რომ თქვენია, თუ იცანით რომ ეს არის თქვენი, ვნახოთ ჩვენ ახლა რა ცვლილებები შემოვა და რატომღაც ეს დასთან მინდა გამოვიყენო დღეს, იმის მიუხედავად რომ ეს ისეთი არის რომ ორივე მხრიდან არის, ну არა უშავს. ну დავიწყოთ მაგით, ხო? რა შემოდის ისეთი, თქვათ, აი რა ძალიან ისეთი მძლავრი, ჩვენ ახლა მძლავრს ვუყურებთ, ხო? რომელიც შეიძლება თქვათ არც ელოდებით, ან ну რაღაც მითითებები, მინიშნებებს მივიღებთ ახლა ჩვენ სამყაროსთან და რამდენიმე დასთა გამოვიყენოთ და ვნახოთ ახლა, იმიტომ რომ ყველამ თავისი რომ დაიჭიროს. რა თქმა უნდა, პოზიტიური ნახეთ, სწორედ როგორ ავერჩი შეხედეთ. გინდა აქედან უყურე, მაინც დუზია პენტაკლების, მაინც კარგია. მაინც ბედნიერია. და მეორე ტუზე, ну ხო გითხარით, ყველა არ მითქვია რომ მძლავრი, იმიტომ რომ ნახეთ, ტუზები წამოვიდა, ანუ სამყაროს რაღაცა უნდა რომ გაგვაგებინოს, ხო?
უნდა რომ რაღაცა გვითხრას, ნახეთ, შეხედეთ რანაირად რამხელა სიხარულს გგზავნის, შეხედეთ, უკვე ჯერ არ დამიწყია და უკვე რამდენი რაღაცა სასიამოვნო გვითხრას, კარგით. აბა ვნახოთ ახლა ჩვენ რა იქნება ასეთი პირველი რა მოვლენა თქვა დაუშვათ. მაღალი ძალები ჩვენი საგვარეულო გვიგზავნის რაღაცა სასწაულს. აქ არის მფარველობა. რას ნიშნავს, როცა შენ გაქვს საგვარეულოს მფარველობა? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიაქციეთ ყურადღება, ვისაც გაქვთ მე-20 ენერგიები მატრიცაში, ახლა აქ უკვე ბევრი ხართ, ვინც გააკეთეთ, ყოველ შემთხვევაში ჩემთან მატრიცა, მე ახლა აქ დავფარავ ცოტა. მე ახლა არ ვიცი სხვებზე არ ვაგებ პასუხს, თუ ვინმესთან გქონდათ. მე ვამბობ მარტო იმაზე, ვინც იყო ჩემთან კონსულტაციაზე და ანუ მე-20 ენერგია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახე ხო, რას გვეუბნება საგვარეულო. ანუ ეს როცა ადამიანს ყველაფერში გაუმართლებს. რატომ? იმიტომ რომ საგვარეულოს რაღაცა აქვს თქვენზე ხედვა, თქვენ ხართ მნიშვნელოვანი და კიდე გითხართ, თუ ვინმეს აქვს მატრიცაში მე-20 ენერგია, თუნდაც ერთხელ მაინც იცოდეთ, რომ თქვენ ხართ მნიშვნელოვანი პიროვნება თქვენი საგვარეულოსთვის, უმნიშვნელოვანი და რაღაცა იმედებს ამყარებენ და აუცილებლად ზოგს ახლა ვინც იყო ჩემთან კონსულტაცია, იცით თქვენ რომ საუბრობთ ხოლმე, აი დაუშვათ მინუსში არის, ან როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვა ნათესავებთან და ასე შემდეგ. ანუ აქ გვეუბნებიან ჩვენ, რომ აუცილებლად ჩვენ დაგეხმარებით, ჩვენ მოგცემთ ძალას, ანუ შენ ეთყობა რაც ჩაიფიქრე, ეს კარგია ჩვენთვის და ამიტომ ჩვენ დაგიდგებით გვერდში. ეს არის უკვე ნახეთ, ახლა დავიწყეთ და პირველი მაღალი არკანი, თან როგორი არკანი, ხო? თან როგორი არკანი არის, ხო? აი ნახეთ რაში დაგეხმარება თქვენ, აი შეხედეთ მინუსში წამოვიდნენ, თუ შენ არ იცი რა უნდა გააკეთო, თუ შენ ახლა ფიქრობ ისეთ მდგომარეობაში ხარ, სად წავიდე, არ ვიცი, რა ვქნა, აი აქ გეუბნებით მაღალი ძალები, მოდიან მთელი ძალით თქვენი საგვარეულო და ამას აგვარებენ. გაიგეთ რა ხდება? ეს რას ნიშნავს, რომ როცა თუ არ იცი დაუშვათ სად წახვიდე, რა გააკეთო, ხო? აუცილებლად მოგივა რაღაცა დახმარება და აი ხო არის ზოგჯერ აი უწყოთ რაღაც მოულოდნელად, ან ინფორმაცია მიიღე, ან ინსაიტი მიიღე, ან ვიღაცა გამოჩნდა, ვინც დაგეხმარა, ეს არის ყველაფერი აქედან. იმიტომ რომ რა თქმა უნდა გვაკონტროლებენ, ასე თქვა და ჩვენ როცა სწორი გზით მივდივართ, აუცილებლად კიდე უფრო გვიმატებენ ჩვენ დახმარებას. ეს ასე მუშაობს, გინდა იჯეროთ, გინდა რა ეს მასე მუშაობს და ძალიან მაგარი არის, ასე გინდა დავარკვათ ლოცვა, რომ აი როცა დაუშვათ რამე რთული პერიოდი თუ გაქვთ, და თქვენ ზიხართ და ფიქრობ როგორ გავუმკლავდე, რა გავაკეთო მე, ხო? იმისთვის რომ გზა ვიპოვო. აი აქ აუცილებელი და ძალიან მაგარია ეს ტექნიკა, რომ უთხრათ, რომ აი ჩემო საგვარეულო დამეხმარეთ, მაჩვენეთ გზა, სად მივდივარ, სად უნდა წავიდე, როგორ უნდა გავუმკლავდე ამ პერიოდს, ეხლა რაც მაქვს, მითხარით, მიკარნახეთ და იყავით ჩემს გვერდით და აი წარმოიდგინეთ თუ გინდათ აი მე-20 არკანი, ხა ვინც ტარო იცით თქვენ. დაუშვათ, ან იცით კლასიკაში მე-20, აი თითქოს იცით როგორ აი შედით მაგ არკანში, აი თითქოს თვალები დახუჭეთ და შედით აი ესე და აი წარმოიდგინეთ ეს ენერგია და ნამდვილად თქვენ დაგეხმარება. ეს მაგას მე მაგალითად ძალიან ხშირად ვიყენებ და ძალიან მეხმარება. აი ასეთი რაღაცა ნახეთ, უკვე ჩვენ გვაჩვენეს როგორ გვეხმარებიან ჩვენი საგვარეულო, ხო? კარგით, ეს იყოს ამ დასთან გვითხრა და ეს მოდის. კიდე ვნახოთ ჩვენ, კიდე ეს, ახლა ეს უკვე გვითხრეს, რომ ძალიან ესეთი მსხვავრი დალღა არის, როცა საგვარეულო თვითონ დგება იმისთვის, რომ თქვენ დაგეხმაროთ რაღაცა მომენტებში, რომ აი რა არის, ნახეთ, ესე ხო არის იმისი არკანი კიდე აქ ახლა
შეხედეთ ახლა აქაც არის უმაღლეს სასამართლოს კიდე ხო უძახიან მაგარ კანს და აქაც არის ნახეთ ახლა სამართლიანობა ხო და აი ასე როცა ანუ ნახეთ თუ რამე იყო რამე უსამართლობა თუ რამე იყო ისეთი თქვათ არ ვიცოდით თქვათ როგორ უნდა გავუმკლავდეთ თუ დაუშვოთ რაღაცა პრობლემები გქონდა თქვენ გაუგებრობები აი აქ დაგეხმარებიან მაგაშიც ნახეთ ანუ სასამართლოს თუ დაუშვოთ გქონდათ ვინმეს და არ იცოდეთ როგორი შედეგი იქნება ძალიან მაგარი შედეგი იქნება ძალიან დაგშენერისთვის დავდებიან აი აქ მიხვდეთ? კაი, აბა შემდეგი. რაღაცა სამართლიანობა, აი რა მოგეხმარებათ ყველა ვარიანტში. შეიძლება თქვათ უსამართლოდ მოგექცათ ვინმე და თქვენ არ იცით თქვათ. ან თუ დავუშვით პირდაპირ გაგებით, რაღაცა მოხდა ისეთი, რომ თქვათ, ან საბუთებთან, ან ისეთ სასამართლოსთან გქონდათ, კი აქ დაგეხმარებიან და პლუს კიდე შეიძლება აი რაღაცა ზოგი შეიძლება იყოს რაღაც კარმულ გაკვეთილში და არ იცის როგორ გამოვიდეს, თქვათ რა გამოსავალეო. ნახო, აქაც აუცილებლად დაგეხმარებიან მაღალი ძალები, ყველა ვარიანტში მიიღებთ თქვენ მითითებას. უბრალოდ უსმინეთ ხოლმე სამყაროს რას გეუბნებათ. და კიდე მოდით ვნახოთ, აბა კიდე რა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება რაც სულილება კიდე შემოდის თქვენთან. ჩვენ ესე იგი, ესე იგი ხო ხდებით, რომ ეს მალე რაც უნდა მოხდეს რა, მაქსიმუმ თქვათ 1 წლის განმავლობაში ამას ველოდებით ჩვენ კიდე, ხედავთ თქვენ ხედავთ რა ხდება აქ. თუ ხდებით რა ხდება აქ. ანუ ესე იგი ნახეთ სამსახურის თემაში უეჭველი იქნება ძალიან დიდი წინსვლა. ანუ ისეთი ცვლილება, რომ აი რა გითხრათ, თან ნახეთ რა ხდება. ეხლა მეგეთყოთ, მოდით ეხლა დავიწყოთ ცოტა ისე. რასაც თქვენ აკეთებთ, ხო? აი რაღაცას ხო ქმნით თქვენ დაუშვათ, არა აქვს მნიშვნელობა რას ხო? აუცილებლად მაღალი ძალები დაგეხმარებიან მაგის გავრცელებაში. ეს შეიძლება თქვენი პროექტი, შეიძლება თქვენ რაღაცას აკეთებთ ხელით თუნდაც, ხო? რაღაცას, არ ვიცი რა, არ აქვს მნიშვნელობა. აუცილებლად მაგას ექნება წინსვლა. შემდეგი, თუ დაუშვათ, თქვენ ფიქრობთ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი აქ სამსახურზე ხო იყო საუბარი, რაღაცა შეიძლება თქვათ, გინდა ელოდებით რამე შანსს, რომ უფრო მეტი გქონდეთ შემოსავალი. აუცილებლად მაგრამ რა იქნება, მაგრამ რა მოდის იცით? აი ესეთი შეგრძნება თითქოს მე არ ვაკეთებ, ბევრს კი არ ვმუშაობ, მაგრამ ნაკადი მოდის ფულის. აი ეს არის, როდის ხდება მე აგიხსნით, ნახეთ. აი მეათე ენერგია ეს არის ბედის არკანი, ხო? ბედის ბორბალი არის. საერთოდ აი ნახეთ დააკვეთ, მეათე ენერგია როგორ მუშაობს? ჩვენში ხა ყველაში გვაქვს 22 ენერგია. ყველა ვართ მაგ ენერგიებში, უბრალოდ ზოგს აქ ეს თქო ცოტა ისა მკვეთრად ზოგს ხა ცოტა თქვა დასამუშავებელი. ეხლა ნახეთ. აქ ჩვენ რას გვეუბნებიან? შეიძლება თქვენ დაამუშავეთ. ეხლა ჩემთან ვინც არის სივრცეში და უკვე ამ ტრენინგებზე და სწავლაზე, ეხლა იმათ უეჭველებენ, ამათ ამუშავებენ ყველა ენერგიებს და აწესრიგებენ. იმიტომ რომ ნახეთ აქ რა ხდება. მეათე ენერგია ეს როცა შენ ხარ დაკავებული იმით, რაც შენ მოგწონს. ეს არის როცა შენ ხარ დაკავებული იმით, რაც შენ მოგწონს, ან სწავლობ იმას, რაც შენ მოგწონს და ან იმიტომ რომ მეათე ენერგია საერთოდ აი არ არის ესეთი ენერგია, რომ შენ ბევრი და მძიმე შრომა უნდა გქონდეს, არა. მეათე ენერგიას ან 10 შედაბადებულებია მეათე თვეში ან მატრიცაში შეფულის კარმაზე კაკან სადმე ეს იცოდეთ, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ სად მაგრამ უბრალოდ ისე გეუბნებით რა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სული წინა ცხოვრებაში ისედაც ბევრს შრომობდა და ამიტომ და ან სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდა და ახლა ამ ცხოვრებაში ადამიანი ზოგჯერ იმეორებს იმ შეცდომას, ზოგჯერ გრძნობს, მაგარი ინტუიცია აქვს და რას აკეთებს რა. ანუ ეძებს ისეთ საქმეს,
რომელიც მისთვის არის სასარგებლო, მისთვის მას მოსწონს, მის სულს მოსწონს და უკვე ეს საქმე აღარ არის მძიმე შრომა. ეს უკვე ისეთი საქმე არის, რომელიც ანუ როგორც იძახენ, შენი ხობი გადაიყვანე შენ საქმიანობაში და ფულიც გექნება და უკვე აღარა გაქვს ეს თემა, რომ შენ მუშაობ დაუშვათ, ხო ხდებით და აი როცა შენ აქ ნახეთ გეუბნებათ, რომ ეს თუ დაუშვათ, თქვენ გაქვთ საქმე, რომელიც თქვენ მოგწონთ ძალიან, რომელიცაც ხარ თქვენ გატაცებული, რომელიცაც თქვენ განიჭეთ და თქვენ მზად ხარ, რომ სულ თქვათ ამაზე იმუშაოთ, ხო? არ იღლებით. ამით, რო დაუშვათ, ხო, ეს მსიამოვნებს მე ამას რო ვაკეთებ, მე არ ვიღლები, მე პირიქით გულით ჩემი ჩქარობს და უნდა რომ ეს დაუშვათ, ეხლა ამ საქმით დავკავდე, მე თქვათ, თუ ხობი არის თავისუფალ დროს და ნახეთ ზუსტად თქვენ თუ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეს არის რა თქმა უნდა როგორი ნაბიჯი, იცი, შენ უნდა გქონდეს ეს ლიდერის ენერგია, რომ შენ გაბედო და შეცვალო შენი ცხოვრება და თქვა, მე მზად ვარ ის რაც მე მსიამოვნებს, გავხადო ჩემი ხობი. და ნახეთ, აქ როცა ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან მამაცი გადაწყვეტილება, ხო? მისი ცხოვრება იცვლება, იმიტომ რომ მაგ დროს, ნახეთ, თუ გაქვთ დადგენილება თავში დაუშვოთ, რომ თუ ბევრი ფული გინდა, ბევრი უნდა იშრომო. ეს არის ყველაზე დამღუპველი დადგენილება თავში. ანუ მიდი კიდე 1, 2, 3, 15 სამსახური გქონდეს და მე ფული გეკნე. არა. ფული მოდის ყოველთვის მხოლოდ იმ წყაროდან, ანუ როცა შენ მიაგნებ შენს თქვათ, ნახეთ აქ გოგო ზის შეხედეთ, აქ არის მაგას ეს ყუთი ფული და გასაღები. ნახეთ, გასაღები. როცა შენ და აქ ადამიანი შეიძლება ეძებს ამ გასაღებს, როცა შენ ამ გასაღებს იპოვი, მაშინ უკვე შენ შეძლებ რას? უკვე არ იმუშაო ბევრი და ფული წამოვა. ბევრი თავისუფალი დრო. მივხვდით, ეს მნიშვნელოვანია და ამიტომ მე ვამბობ და ვიტყვი უკვე ალბათ 7 წელი მაგას თუ ლაპარაკობ სულ მცირე. მატრიცაზე. ყველაზე ადვილი გზა. გაქვთ 2 ვარიანტი. შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი ეს საქმე, რომელიც გაგანთავისუფლებს და მოგცემს საშუალებას, რომ შენ გზაზე იარო თავისუფლად, ისე როგორც შენ გინდა. შემოსავალიც გექნება და ყველაფერი. უბრალოდ უნდა გაიგო, სად წავიდე. მე რა უნდა გავაკეთო და ხშირ შემთხვევაში 90% სულ მცირე, ვინც მოდის ჩემთან კონსულტაციაზე, მატრიცაზე, ამბობს, როცა ვლაპარაკობთ ჩვენ დაუშვათ პირად დანიშნულებაზე, თქვათ, ფულის კარმაზე და ასე შემდეგ, ამბობენ, რომ მე ამაზე იცით რამდენი ხანი ვფიქრობ, მე იცით როგორ მინდა ეს და მაგრამ მე შენოდა სულ რომ მეთქი რაღაცა სისულელად მიმაჩნდა, რომ რა ვიცი, რატომღაც მიზიდავს, მაგრამ არ ამგონია და არ მეგონა თუ ეს არის ჩემი თქვათ ფულის წყარო. როგორც მე ვარ თქვენი მსახური, ასე რომ ვთქვათ, სულიერი, რომელისთვის რო ეთქვა 1-10 წლის უკან ვინმეს რომ შენ ეს იქნება შენი საქმიანობა და ასე შემდეგ, გავიცილებ და ვეთქვა წად საქმეს მიხედე რა, ვიღაცა ხარ. რო რაღაცა არაფერზე არა ხარ, შენ რეებს ლაპარაკობ. გეფიცებით, დავცინოდი. 1,000,000% გეუბნებით. მაგრამ მატრიცა ჩემი რო გავაკეთე, რო დავინახე რა ხდებოდა და სული რისთვის მოვიდა, გავოცდი. იმის მაგივრად, რომ 27 წლის ასაკიდან ეს უნდა დამეწყო, ასე ჩემი არადა სისულელია და რაღაცა, მივაღწიე 45 წლამდე. და მერე გამიხსნა გონება, რომ თურმე და ცხოვრება შეიცვალა ჩემი საერთოდ. ვერ აგიხსერთ როგორ. წარმოიდგინეთ, მე არ ვიტყვი არაფერი, ცუდი ცხოვრება არ მქონდა არასოდეს ისეთი რომ თქვა საერთოდ ძალიან, მაგრამ ცუდის შედარებას გავაკეთებ ახლა. ჭაობიდან რომ აღმოჩნდი რაღაცა სასწაულ ედენში. მივხვდით?
მაგას იმიტომ გეუბნებით, შემაგალითზე, რომ თქვენ იცოდეთ, რომ მე აქ არ ვლაპარაკობ რაღაცა ზღაპრებს, რაც მე აზრზე არა ვარ და თქვენ ახლა რაღაცებში აქა გაბავთ. არა, მე რეალურს გეუბნებით. და აი ამას გვაჩვენებენ აქაც. თუ შენ აი აქ თუ даже თუზეც არ არის, ну, პრინციპი თუ რატო არის, იცით, რატო წამოვიდა, იმიტომ რომ ფორტუნა არის თუზე. შენ როგორც იფიქრებ, შენ როგორც მოგინდება, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ასე მერყევთ, ხან მინდა, ხან არ მინდა, ხან მინდა, ხან მჯერა, ხან არ მჯერა, ხან ვიცი რომ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო და ყველაფრის შემძლე ვარ, ხან შეიძლება საერთოდ ვიტყვი რომ რა ვიცი მე ახლა, ხო? აი აქ გეუბნებით. აქ ეს ენერგია იმას გვეუბნება, რომ შენ თუ გაბედავ და შეცვლი შენს მიდგომასა, ხო? შენ და გამოიყენებ, შეიძლება ნახეთ, აქეთ ბაჟეს ენერგია, ეს შემოსწავლებთან საყურადღება. ხედავთ თქვენ აქ როგორი კაი ჩანაფიქრი და როგორ ხორციელდება? აი დაწერეთ შემოსწავლებმა აქ დავალება გაქვთ. ხედავთ თქვენ აქ რა ხდება? როგორ ადამიანის ჩაფიქრებულით, ან სუფთა გულით რო აქ ჩაფიქრებული, ნახეთ, როგორ ეძებს შანსებს და როგორ ეძლევა. აბა თუ ხედავთ თქვენ, ხედავთ, ვიცი. იჭერები მყავხარ თუ ყველა, ხედავთ ძალიან კარგად. და ამიტომ ნახეთ, აი აქ არის ზუსტად აი ეს მომენტი. ზუსტად ეს მომენტი. იპოვე, ანუ გარისკე, გაბედე, ნახე, გაიგე შენი რა არის შენი საქმიანობა და გექნება საქმე, რომელიც შენ გიყვარს, რომელიც მოგიყვანს წინსვლას და რომელიც მოგიტანს ნაკადს. ნაკადი მოდის იმ საქმიდან, რომელიც შენ აირჩია. მიხვდით? და ამისთვის თუ რამე ვინმე არის და ეძებთ აქ რა მომიტანს მე სტაბილურობას, ხო? ну, რადგან ჩემ არხზე ხართ, მე გეუბნებით, მატრიცა, всё, მატრიცა, მეტი არაფერი. ეს არის ან დასტური. всё, მეტი არაფერი, მაგით ცხოვრობ მე უკვე იმდენი წელი, რომ რა ვიცი და ჩემი ცხოვრება ყოველდღე უფრო და უფრო კარგი ხდება. ეს თქვენთვის საყურადღებოდ რომ იცოდეთ, всё. და კიდე მოდით ერთი მოვლენაც ვნახოთ და ერთიც, ну, მაინც სამი იყოს, ხო? კიდე ერთიც და ეხლა შევქმენი აი ჩემი მოსწავლეებისთვის, აი ადამიანებისთვის, ვისაც ტარო უყვარს, მოსწონს, წაკითხვა სწორი უნდა გაგება არკანების უფრო მეტად და ასე შემდეგ. შევქმენი კლუბი ტაროლოგებისთვის, სუფთა სივრცე. ინფორმაცია თუ გინდათ, ვინმეს თუ გაინტერესებთ, როგორ მოხდეთ, სუპორტში მიწერეთ, ჩემ დახმარ ჯგუფში, ვიდეოს ქვეშ არის ლინკი. აი ჩვენ მანდ განვიხილავთ ყველაფერს, აბსოლუტურად მთელ ჩემ ცოდნას გავცე. всё. კიდე რითი რა, კიდე რა ისეთი ცვლილება იქნება. აქ ესე იგი უეჭველი ცოდეთ რომ ნაკადი წამოვა. ძალიან ესე აი ესე მალე. ბუდიში დაკას ტრინაც დავიწყე. так. აი მე-20 მეტი რა ვთქვა? მეტი რა ვთქვა? შეხედეთ თქვენ საგვარეულო მეუბნება, რომ შენ აი საგვარეულო აქ ნახეთ მაღალი არკანები, აქ ვაფშე მე-20, აქაც მაღალი არკანები, აი ანუ აქ მიდის ისეთი ცვლილება, თუ რამე გაწუხებდა, თუ რამე ნერვებს გიშლიდა, თუ რაღაცას აი თქვა სულ მოულოდნელად რაღაც სირთულეები იყო, თავისუფლდებით. აი ძალიან მაგრა დგებათ, ეხლა თქვენ მოდიან, ნახეთ მაღალი ძალიან რაღაც კარები გიღებათ. აქ გეუბნებით, ვისაც ლოცვა იცით, ხო, ილოცეთ აუცილებლად თქვენ საგვარეულოზე, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ან თუ დაალუშოთ გულში, ელემენტარულად გულში, ყოველ დღე მადლიერება გამოუცხადეთ თქვენ საგვარეულოს მაღალ ძალებს, ღმერთს, ანუ თქვენ მფარველი ანგელოზს, აუცილებლად, იმიტომ რომ მაგარი დაცვა არის, გეფიცებით ყველაფერს, მაგარი დაცვა. რამხელა ნაკადი პლუს კიდე სხვადასხვა ვინც რაღაცა ახალი პროფესია გაქვთ სწავლია და გეშინიათ, ხო? იმას ქენით, რა ქვია, დაიწყეთ, იმიტომ რომ ფული წამოვა აუცილებლად რა და წინსვლა გექნებათ. კიდე აქ ვიღაცა შეიძლება ფიქრობს წასვლაზე. სადმე აუცილებლად წავხვალთ და პრინციპში კმაყოფილი იქნებ ფულის გექნებათ მაგისთვის.
მივხვდით თქვენ ხო? ანუ მე-20 არკანი, მე-20 რით დავიწყეთ, ისე იმით ვამთავრებ, რომ ყველა თქვენი სირთულეები, გაუგებრობა, ანუ ისე გაქრება მოულოდნელად, რომ გაგიჯდებით, აი გაოცდებით, აი თქვენ даже აი გაგიკვირდებათ რანაირად. აი თითქოს იცით როგორ აი წარმოიდგინეთ საქართველოში ხო, აი თბილ ქვეყნებში თოვლი მოვიდა, უცბად გაიხედე, უიმე თოვს. წახვედი რომ ყავა მოვიდუღო და უცბად გაიხედე, აღარ არის მზე ანათებს. აი ეგეთი რამეა. მივხვდით? აი თითქოს დადნა. გააორთქლდა, საწავიდა. ხო? ეს ჩემი პრობლემები საწავიდა, ხო? აი ესეთი რამე მოდის აქ. დამიჯერეთ რა. დამიჯერეთ. კი, აი ბედით. კი, აი ახლა 10-იანი, რაც მიყვარს. გადის, მიდის თქვენი ყველანაირი, აი მოულოდნელი, აი ისეთი რამე მიდის თქვენი ცხოვრებიდან, რაზეც თქვენ არც გიოცდებით, არც გიფიქრიათ, ხო არის ზოგჯერ ისეთი რამე, რომ თქვა უცბად გაქრა ცხოვრებიდან რაღაცა სირთულე, რაღაცა პრობლემა, შენ ზიხარ ასე ფიქრობ, რომ საწავიდა. რაღაცა ძალიან კარგად ვარ, ხო? კარგად ვარ, რაღაც ძალიან რაღაცა შეიცვალა, რაღაც კარგად ვარ. აი ეს წავა. სხვათა შორის ჩემო სიხარულებო, კიდე აი არ ვიცი, ესე იგი იმდენს ვიძახი რომ არ მუშაობ ჯანმრთელობის თემებზე, მაგრამ ნუ ახლა არ შემიძლია რომ თქვა. აქ რაღაც რთული პროცესი წავა. გამოჯამრთელება, ნახეთ, გამოჯამრთელებით. კი ბატონო. კიდე აქ ნახეთ რა ხდება. აუცილებლად თქვენ მიდიხართ ისეთ ენერგიაში, ანუ ვარსკვლავის ენერგია, კი გამოჯამრთელობასაც ნიშნავს, პლუს აქ თქვენ ნახეთ, რაზეც თქვენ ვიზუალიზაციას აკეთებდეთ, რაზეც თქვენ ახლა ფიქრობდით დაუშვათ და თუ მედიტაციებს აკეთებდით და იმ მედიტაციებში დებდით რა, აქ სხვათა შორის ჩაღრმავება, ვინც გააკეთეთ, ან თუ ვინმეს გინდათ გოგოები, ვინც იყავით ტრენინგზე, ხო? შეგიძლიათ გააკეთოთ ჩაღრმავება, იცით თქვენ ეს ტრენინგი გვაქვს ჩვენ ძალიან მაგარი და აი ნამდვილად თქვენ თუ რამე კიდე დაგრჩათ ისეთი ბლოკები და ასე შემდეგ, თქვენ ამასაც დაამუშავებთ, გაიგეთ? და წინსვლა გაქვთ. ყველა ვარიანტში გაგეხსნებათ აუცილებლად რა, იმიტომ რომ აქ გეუბნებით თუ ახალი საქმეა იქნება ცვლილება, აი ნახეთ როგორ მიყვარს ეს, აი მე ფორტუნა ვერ გიждები ამაზე ზუსტად, იმიტომ რომ ეს არის ცის კონსილარია, ასე ვიძახე ხოლმე. ზიანიქ მაღალი ძალები, ხო? და ფიქრობ, ახლა რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ, როგორ რა გავანაწილოთ სულ ყველასე, ხო? ანუ რას იძახეს ეს ადამიანი? ერთი ამბობს, რომ ვაიმე ყველაფერი კარგად არის, გარეთ წვიმს, მაგრამ მაგარია, კარგია მინდია, ვიცი რომ მაინც კარგი დღე მექნება. ოკეი. ამას კარგი დღე მივცეთ. მეორე, ვაიმე რა ცუდია, ყველაფერი რაღაც შემიძლია ქმარმა შემჭამა, ეს პარტნიორი დეგენერატია, ეს შვილები ხო ნერვები წაიღეს ჩემი. ოკეი, იყოს მასე, ყოველ დღე ერთი და იგივე, ყოველ დღე გაიგეთ, აქ ანაწილებენ. აქ. ამიტომ გეუბნებით, რომ აქ რაღაცა ახალი წინსვლა გელოდება თქვენ, ახალი ცვლილებები გელოდება თქვენ. აქ ვინც აქ სირთულეები მთავრდება თქვენი, საგვარეულო თქვენ გეხმარებათ და რაღაცა მძიმე ეტაპები, რომელიც თქვენ გაწუხებდათ, მიდის თქვენ, მიდის და მოდის აი ეს სისუფთავე. აქ ვიღაცას ნიჭი გაიხსნება, რომელიც ქონდა დახურული და უცბად აღმოაჩენთ, რომ ვაუ, მე მასეთი მაგარი ვიყავი და არ ვიცოდი. ან სურვილი აგისრულდებათ ისეთი, რომელზეც თქვენ შეიძლება დიდი ხანია ფიქრობდით და უკვე даже შეიძლება იძახდეთ, რომ რა ვიცი, აბა გამომივა, მაგრამ აქ ნახეთ როგორი თემა შეიძლება მძნელი იყო და თქვენ ფიქრობდით, რა ვიცი, აი რაღაცები უნდა გავაკეთო, ანუ ფიქრები, გაიგეთ, აქ თუ ფიქრები. მაგრამ ვუცნებობ მედიტაციას ვაკეთებ რაღაცა და ასრულება არის სურვილის, ასრულება. ანუ აქ თითქოს როგორ აი საგვარეულო თქვენ რა შეგეხმარებათ აქ. აი იმას, რისიც თქვენ შეიძლება არ გჯეროდათ, დაგაჯერებთ. გაიგეთ, დაგაჯერებთ. რატო? იმიტომ რომ შენ ადექი, შენი ბლოკები, შენი ყველაფერი რაც შენ გიშლიდა ხელს, რაც შენ ნერვებს გიშლიდა, დახურე და თქვი რომ მორჩა. არ მჭირდებით, არც ერთი აქ არ მჭირდებით რა. არ მინდა.
გაიგეთ და აქ უკვე ახალი ნახეთ პეტელებაუში დგას და უყურებს ამას შენ რა გინდა რას გაიგიდე ამას всё ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა მე აქ ვარ მთავარი და ჩემი უკვე ახალი აზრი ვარ მე და არა შენ მივხვდით ძალიან მაგარი გაშლა მე ძალიან მომეწონა და ნამდვილად გისურვებთ რომ აქედან ყველაფერი საუკეთესო ნუ პრინციპში ისედაც ყველაფერი საუკეთესო არის თქვენთვის იყოს მე გელოდებით კომენტარებში გელოდებით კლუბში გელოდებით მატრიცაზე ვინც არის ის კიდე ნახეთ საგვარეულო გეუბნება გაიგე თუ გინდა ეს სირთულეები დაასრულო შენი გზა გაიგე და გამოხვალ წახვალ შენს მომავალში ბედნიერე გაკოცეთ ბევრი მიყვარხარ ძალიან